ნოე-ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და კოსტა-ხეთაგუროვის ქუჩის გადაკვეთის მიმდებარედ სატრანსპორტო კვანძის ოპტიმიზაცია იგეგმება. გზაჯვარედინზე დაემატება საავტომობილო ზოლები. სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით კი მარცხნივ მოხვევა შუქნიშნით დარეგულირდება. ასევე მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით გამოიყოფა გზა ფეხით მოსიარულეთათვის. ტერიტორიაზე იქნება უსაფრთხოების კუნძულებიც. ვიდრე დავიწყებთ დღის ეს რიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვას და გადაწყვეტილებების მიღებას, მინდა რამდენიმე თემას შევეხო. პირველი ბაკის რაიონში, სადაც ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა, რომელიც ბაგებს და უნივერსიტეტის ქუჩას ერთმანეთთან აკავშირებს, ბაგებში ახლად მოწყობილ წრიულთან, იცით ყველა ეს ტერიტორია, იქვე ძალიან ხშირად, ფაქტიურად ყოველდღე ხდება კურიერების შეკრება. კურიერები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ქალაქში მოძრაობენ, მუშაობენ, საკმაოდ რთული სამუშაო აქვთ და ეს არის ადგილი, სადაც ისინი იკრიბებიან და აქედან უკვე ხდება შეკვეთების მიღება და ემსახურებიან დედაქალაქის მოსახლეობას და დგანან ქუჩაში და მინდა დავავალო ირაკლი ბენდელია, ჩემს მოადგილეს, რომ იქვე არსებობს მუნიციპალური მიწები და იქნებ მოვაწყოთ ლამაზი სივრცე, სადაც იქნება გადახურული, რომელიც იქნება გადახურული, იქნება საპირფარეშოები, ნორმალურად კეთილმოწყობილი სივრცე, სადაც ეს ახალგაზრდები, ნორმალური პირობები მაინც ექნებათ, შეიძლება დაიდგას მოსასვენებელი სკამები, რომ ქუჩაში არ იდგნენ. საკმაოდ რთული სამუშაო აქვთ და ეს პატარა ხელშეწყობა იქნება ჩვენი მხრიდან და ქუჩაში არ იდგებიან. იქვე გავალამაზოთ არსებული ტერიტორია ჯებირებს მიღმაში და სივრცე მაქვს მხედველობაში. შემდეგი თემა, თქვენ იცით, რომ ჩვენს ბიუჯეტში ძალიან მნიშვნელოვანი როლი უკავია სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს. ვეხმარებით ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჯერ კიდევ ჭირდება ჩვენი თანადგომა, ხარდაჭერა და დღეს კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, ენდოპროთეზირების სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამა, რომლის განხორციელება მოხდება წელსაც იმუშავებს აღნიშნული პროგრამის მიზანია მუხლისა და მეჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირების საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის ოპერაციული კურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ყველანაირად დავეხმარებით ასეთ ადამიანებს, ვისაც ამის საჭიროება და აუცილებლობა აქვს. პროგრამის სარგებლობა შეუძლიათ ბოლო 2 წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც აღნიშნული მომსახურება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არ უფინანსდებათ პროგრამით მოსარგებლეს სამედიცინო დაწესებულებისა და პროთეზის სახეობებს შორის თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა აქვს მოქალაქემ ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მომსახურების მისაღებად შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას უნდა მიმართოს, რომელიც საჭირო საბუთებს სპეციალურ ელექტრონულ მოდულში ატვირთავს. აქვე მინდა პატარა განმარტება გავაკეთო, თუ მოქალაქე კერძო დაზღვევით სარგებლობს, მაშინ სამედიცინო დაწესებულების მიერ მოთხოვნის მოდულში ატვირთვის შემდეგ მან ან მისმა წარმომადგენელმა მერიაში უნდა შემოიტანოს ცნობა კერძო სადაზღვევო კომპანიიდან. პროგრამით ერთ მოქალაქეს 6,000 ლარი უფინანსდება, ესე იგი ჩვენ 2023 წლის სექტემბრიდან დღემდე 812 შემთხვევა დავაფინანსეთ, 812 ადამიანს დავეხმარეთ და კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატოთ მზადყოფნა და თანადგომა იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც აღნიშნული საჭიროება აქვთ. შეგიძლიათ ისარგებლოთ აღნიშნული პროგრამით და მუნიციპალიტეტი ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება და მაქსიმალურად დაგეხმარებით, რომ პრობლემა რაც გაგაჩნიათ ამ მიმართულებით იყოს მოგვარებული.
მინდა ასევე შევეხო ჩვენს სატრანსპორტო პოლიტიკას, რომელიც 2017 წელს დავიწყეთ და საკმაოდ მასშტაბური რეფორმა, პირდაპირ ვიტყვი, ამ მასშტაბის რეფორმა მუნიციპალიტეტში არ განხორციელებულა. საკმაოდ ბევრი კომპონენტისგან შედგება, ბევრი სპეციფიური მიმართულებებია, თუმცა ყველაზე ხელშესახები და მტკივნეული იყო არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც წლების განმავლობაში ემსახურებოდა თბილისის მოსახლეობას, მხედველობაში მაქვს ყვითელი, დანგრეული, გაუბედურებული ავტობუსები, რომელიც საკმაოდ დისკომფორტული იყო და დისკომფორტს წარმოადგენდა ამ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება. იგივე შემიძლია ვთქვა ყვითელ მიკროავტობუსებზე, რომელიც ეკოლოგიური დაბინძურების თვალსაზრისით ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა და თქვენიც ახლა აღარ დავიწყებ კიდევ მოყოლას თუ რა გავაკეთეთ, მთლიანად ჩავანაცვლეთ ეს ავტობუსები და მიკროავტობუსები ახალი თანამედროვე ტრანსპორტით, რომელიც დღეს ემსახურება თბილისელებს. ჩვენ რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამით ყველაფერი დავამთავრეთ, ზოგადად სატრანსპორტო პოლიტიკას რაც შეეხება, ეს არის უწყვეტი პროცესი. სატრანსპორტო პოლიტიკა არ არის ის, რომ აი დღეს შენ რაღაცა გააკეთე და ამით დაასრულე ყველაფერი. ქალაქი ვითარდება, ქალაქი იზრდება, იქნება ახალი უბნები, შესაბამისად, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ფეხდაფეხ უნდა მიყვეს ურბანულ განვითარებას და რა თქმა უნდა მოხდეს სიახლეების შემოტანა, რომ ავტობუსი, მეტრო, მიკროავტობუსი იყოს ყველაზე მოხმარებადი, ყველაზე სწრაფი, ყველაზე კომფორტული. კუჩებისა და გამზირების რეაბილიტაციის დროს ჩვენ მაქსიმალურად ვამახვილებთ ყურადღებას, რომ სადაც შესაძლებელია, სადაც გვაქვს ამის საშუალება მოვახდინოთ საავტობუსე ზოლების გაკეთება, რომ სწრაფად შეძლოს გადაადგილება საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. ცხადია, ყველა ქუჩაზე შეუძლებელია ამის გაკეთება, მაგრამ კვლევების შედეგად, სადაც ვიღებთ დადებით შედეგს და სადაც გვეუბნებიან, რომ აქ აუცილებელია ამის გაკეთება, რა თქმა უნდა, ყველგან ვაკეთებთ იმისთვის, რომ კომფორტულად და სწრაფად შეძლოს გადაადგილება საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. გარდა ამისა, იქნება საფეხმავლო ბილიკები, ზებრა გადასასვლელები, უსაფრთხოების კუნძულები, სადაც შესაძლებელია ემატება საავტომობილო ზოლები, რათა ქალაქში გადაადგილების პრობლემა მოიხსნას და რაც მთავარია, აჩქარდეს მოძრაობა დედაქალაქში. სერიოზული პრობლემა და გამოწვევაა საცობები და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ჩვენ ყოველდღიურად მუშაობთ, გვაქვს ჩვენი ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს, რა უნდა მოწესრიგდეს. მინდა ასევე გითხრათ, რომ მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ამუშავებს მუდმივად საგზაო მოძრაობის ორგანიზების არაერთ სქემას, უკვე განხორციელდა სატრანსპორტო კვანძის ოპტიმიზაცია იალბუზის ქუჩისა და ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს კვეთის მიმდებარედ, სადაც ხშირი ავტოსაგზაო შემთხვევები ფიქსირდებოდა. სატრანსპორტო კვანძზე მოეწყო დამცავი კუნძულები, შეიქმნა საფეხმავლო კავშირი და მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდა. გარდა ამისა, განხორციელდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ვეფხვისა და მოყმის ძეგლის მიმდებარედ არსებული სატრანსპორტო კვანძის ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც გზაჯვარედინის გამტარ უნარიანობა დაახლოებით გაიზარდა 15%-ით, დაიხაზა ჰორიზონტალური საგზაო მონიშნები, შეიცვალა შუქნიშნის მაჩვენებლები, ტერიტორიას დაემატა საავტომობილო ზოლებით. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით მოძრაობას ამ კონკრეტულ კვანძზე აღნიშნული ცვლილებების შედეგად, როგორც გითხარით, 15%-ით გაიზარდა გამტარ უნარიანობა. ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურთან ერთად მსგავსი ტიპის სამუშაოებს უახლოეს მომავალში ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთის მიმდებარედ გეგმავს, რომელიც ტერიტორიაზე ნაკადების უსაფრთხო და ეფექტურ გადაადგილებას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში გზა ჯვარედინზე დროის ოპტიმალური მართვის უზრუნველსაყოფად დაემატება საავტომობილო ზოლები, სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით კი მარცხნივ მოხვევა იქნება შუქნიშნით დარეგულირებული.
გარდა ამისა, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით შეიქმნება საქვეითო კავშირი, რაც ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას უფრო კომფორტულსა და ორგანიზებულს გახდის ტერიტორიაზე, ასე განთავსდება უსაფრთხოების კუნძულები. აღნიშნული პროექტი ხელშეუწყობს მოძრაობის გამარტივებას, უსაფრთხოების ამაღლებას, სატრანსპორტო და ქვეითით ნაკადების ეფექტურ მართვას, საბოლოო ჯამში სხვა მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად ქალაქში არსებული საცობების განტვირთვასაც შეუწყობს ხელს. პარალელურად ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ჭკვიანი შუქნიშნების პროექტის განხორციელება, რომელიც დაწყებულია და როდესაც დავამთავრებთ უკვე რა თქმა უნდა ესეც ხელშეუწყობს ქალაქში მოძრაობის დარეგულირებას, გაზრდის გამტარ უნარიანობას და რა თქმა უნდა შეიცვლება ამ მიმართულებით მდგომარეობა. მინდა ასევე შევეხო საკითხს, რომელიც საკმაოდ პრობლემურია. ხედულობაში მაქვს ავარიული შენობა-ნაგებობები, რომელიც საკმაოდ ბევრია დედაქალაქში და ჩვენ წამოვიწყეთ პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას ახალი თანამედროვე საცხოვრებელი კორპუსებით. ჩვენ როდესაც გავაკეთეთ მოკვლევა რაიონების მიხედვით 10,000-მდე ასეთი შენობა-ნაგებობა დაფიქსირდა. ცხადია, ყველა სხვადასხვა კატეგორია აქვს ავარიულობის მინიჭებული, თუმცა სერიოზული და დიდი პრობლემაა დედაქალაქში ასეთი საცხოვრებელი კორპუსები. შედეგად ჩვენ ვიმუშავეთ და საზოგადოებას წარუდგინეთ არა მხოლოდ ხედვა, კონკრეტული პროგრამა, რომელიც გვაძლევს საშუალებას მოქალაქეების ფინანსური თანამონაწილეობის გარეშე მოხდეს მათი საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლება. იმ ადამიანებს და ოჯახებს, ვინც ასეთ საცხოვრებელ კორპუსებში ცხოვრობს, არ მოუწევთ არც ერთი თეთრის გადახდა. პირველივე დღიდან, როგორც კი ჩვენ შევთანხმდებით და გაფორმდება ხელშეკრულება, იჯარით გავყავს მოქალაქეები, ჩვენ ვქირავთ საცხოვრებლებს, მათ არანაირი გადასახადი არ ეკისრებათ და გამარჯვებული კომპანია ახორციელებს ავარიული კორპუსის დემონტაჟს და აშენებს ახალ საცხოვრებელ კორპუსს, სადაც გარემონტებულ ბინებს, გარემონტებულ ფართებს გადასცემს ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ მოქალაქეებს და ოჯახებს. მინდა მოგაწოდოთ აღნიშნული პროექტის ფარგლებში თუ რა პროექტები მიმდინარეობს, რომელი რა ეტაპზეა, ამასთან დაკავშირებით მინდა ინფორმაცია მივაწოდო საზოგადოებას. სამგორის რაიონში ვარკეთილის დასახლებაში მე-7 კვარტალში ნომერ 12 კორპუსი თანამედროვე სტანდარტებით აშენდა და ახალ საცხოვრებელ კორპუსში გარემონტებული 36 ოჯახს ბინები გადაესცა. აქ იყო ძველი ავარიული 4-სართულიანი შენობა, რომელიც იყო მძიმე მდგომარეობაში, განხორციელდა მისი დემონტაჟი და უკვე აშენდა და საცხოვრებელი ბინები გარემონტებული გადაეცა 36 ოჯახს. რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია 3 მისამართზე, კერძოდ სამგორის რაიონში, კალოუბნის ქუჩა ნომერ 18-ში, სადაც არსებული 3-სართულიანი ავარიული შენობის დემონტაჟი განხორციელდა და ნაცვლად 10-სართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება. ახლად აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში გარემონტებული ბინა 29 ოჯახს გადაეცემა. მეორე პროექტი საბურთალოს რაიონში გამრეკელის ქუჩის პირველი შესახვევის ნომერ 6-ში მდებარე 4-სართულიანი ავარიული შენობა, რომლის ნაცვლად 8-სართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება. ახლად აშენებულ კორპუსში გარემონტებული ბინების 19 ოჯახს გადაეცემა. სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს ვარკეთილის დასახლების მესამე მასივში, დემონტაჟი ჩაუტარდება მე-4 კვარტალში მდებარე ნომერ 6 კორპუსს და 4-სართულიანი შენობის ნაცვლად 10-სართულიანი ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება, სადაც 36 გარემონტებული ბინა გადაეცემა იქ მცხოვრებ ოჯახებს. მართლაც მნიშვნელოვანი პროგრამაა, შესაბამისად მოგიწოდებთ აქტიურობისკენ, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ დაგეხმარებით, შეგიწყობთ და ავარიული საცხოვრებლების ნაცვლად თქვენ გექნებათ საშუალება იცხოვროთ ახალ აშენებულ კორპუსებში, რომელიც გარემონტებული ბინების სახით გადმოგეცემათ.
მინდა ასევე დედაქალაქის მოსახლეობას შევახსენო, რომ თქვენ სამსახურშია თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული IP, ჩემი ადვოკატი, რომელიც სრულად უსასყიდლოდ გაგიწევთ იურიდიულ დახმარებას სამოქალაქო თუ ადმინისტრაციულ სამართალში. ჩემი ადვოკატი ეხმარება მოქალაქეებს სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენაში, ასევე ახორციელებს წარმომადგენლობას როგორც სასამართლო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. ჩემი ადვოკატი ყოველწლიურად 20,000-ზე მეტ მოქალაქეს ეხმარება იურიდიულ საკითხების გადაჭრაში, მაგალითად გასულ წელს მათ 700-მდე საქმე მოიგეს. ამ სერვისის მიღება შეგიძლიათ თბილისის 10-ვე რაიონში გამგეობის სერვის ცენტრებში და კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ თქვენ არანაირი გადასახადი არ გაქვთ. ეს არის მუნიციპალიტეტში დაფუძნებული IP, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დაგეხმარებათ და გვერდში დაგიდგებათ განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა მაგალითად დაიქირავონ ადვოკატი ან იყიდონ თქვათ იურიდიული მომსახურება და ასე შემდეგ. ყოველგვარი გადასახადების გარეშე დაგეხმარებით და გვერდში დაგიდგებით. მოქალაქე და მომსახურების გარდა, ჩემი ადვოკატი ეხმარება სტუდენტებს, გაიარონ სამართლებრივი პრაქტიკა. ორგანიზაცია თანამშრომლობს უმაღლეს სასწავლებლებთან, რომელთა სტუდენტები აქ პრაქტიკულ საადვოკატო საქმიანობას ეწევიან და ტრენერ ადვოკატების დახმარებით თეორიულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაშიც იყენებენ. ასე რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ აღნიშნული სერვისი. ეს იყო რის თქმაც მინდოდა მეგობრებო, ახლა შეგვიძლია გადავიდეთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაზე.